სამცხე ჯავახეთის სალოტბარო სკოლებში მესხური მუსიკალური ფოლკლორის შესახებ ლექციები დაიწყო. პროექტს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ახორციელებს. ლექციებს უძღვება ეთნომუსიკოლოგი ვიქტორია სამსონაძე. აღსანიშნავია, რომ ვიქტორია სამსონაძე არის სამცხე ჯავახეთის სალოტბარო სკოლების კოორდინატორი. შეგახსენებთ, რომ ის წლების განმავლობაში იკვლევდა მესხურ მუსიკალურ ფოლკლორს. სწორედ მან დააარსა პირველი ქალთა ფოლკლორული ფესტივალი ნანინა. ჩვენ გქონდა უკვე ორი შეხვედრა ორივე სკოლაში, როგორც ბორჯომში, ასევე ახალციხის სალოტბარო სკოლაში და ძალიან დაინტერესდნენ ბავშვები აი ამ საკითხებით, რომელიც უშუალოდ მათი ინტერესების სფერო ისედაც იყო, ვინაიდან მათ აქვთ უკვე გამოცდილება სიმღერების შესრულების, არა მხოლოდ სხვადასხვა კუთხისა, არამედ უპირველეს ყოვლისა მესხური სიმღერებისა. ჩვენი შეხვედრები ტარდება ლექციისა და მასტერკლასის ფორმატით. შესაბამისად, ეს შეხვედრა, ვთქვათ, ორ მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს. შეხვედრის დასაწყისში ეს არის ესეთი ინტერაქტიული სახე აქვს ჩვენს ლექციას, როდესაც ინფორმაციას მივაწვდი, მაგრამ ამასთანავე მათი აქტიური ჩართულობა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მათ უკვე აქვთ დაგროვილი გარკვეული ცოდნა საკუთარი კუთხის ტრადიციების, წესჩვეულებების, ტექსტების და ასე შემდეგ შესახებ. შესაბამისად, მათგან წამოსული ეს ინტერესიც თითქოს ეხმიანება იმ თემატიკას, რასაც ვაწვდით. რასაკვირველია, ეს არის უპირველეს ყოვლისა მესხური ტრადიციების შესახებ ცნობები, მუსიკალური მასალა, საარქივო მასალა, როგორც ტექსტების სახით, ისე მოსასმენი მასალა და ასე შემდეგ. და მეორეს მხრივ, უკვე როდესაც მასტერკლასი ტარდება, იქ უშუალოდ ჩართულები არიან ისინი შემსრულებლობაში. წლების განმავლობაში მიწევდა მუშაობა ამ საკითხებზე, რომელიც ეხება მესხეთის ფოლკლორს, მუსიკალურ ფოლკლორს კერძოდ და მაქვს ჩატარებული მრავალი საინტერესო და საგულისხმო და მნიშვნელოვანი კვლევა, ამიტომ ეს არის ის ცოდნა, რომელიც ასე ვთქვათ, მეცნიერული კუთხით იყო ჩემთვის ინტერესის სფერო და ახლა მომეცა საშუალება, რომ პრაქტიკულად გადამეცა ბავშვებისთვის. ორგანიზატორთა განმარტებით, ასეთი საგანმანათლებლო ლექციები და ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში სამცხე ჯავახეთში მესხური ფოლკლორის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდება და ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით კონცერტიც გაიმართება. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ახალი წელი 2025 ძალიან სასიამოვნო, საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტებით დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი პროექტი გახლავთ ის, რომ სამცხე ჯავახეთის სალოტბარო სკოლებში შემოქმედებით კონსულტაციას გაუწევს ეთნომუსიკოლოგი ვიქტორია სამსონაძე. პირველივე შეხვედრა ბორჯომისა და ახალციხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებთან და მათ პედაგოგებთან საკმაოდ წარმატებულად შედგა, რაც იმედს გვიტოვებს იმისა, რომ სულ ახლო მომავალში გვექნება ძალიან კარგი შედეგი შემოქმედებითი თვალსაზრისით ამ რეგიონებშიც. ვიქტორია სტუდენტობის წლებიდანვე დაინტერესდა მესხური მუსიკალური ფოლკლორის კვლევით. ის თავის კვლევისას ეყრდნობა როგორც საარქივო ფონოჩანაწერებს, ასევე საკუთარი საექსპედიციო მასალების გამოყენებით. იმის გათვალისწინებით, რომ ფოლკლორი სინკრეტული დარგია, მის კვლევებში მუსიკალურ მიმართების გარდა გვხვდებით მუსიკალურ მასალასთან დაკავშირებულ ქორეოგრაფიულ და ზეპირსიტყვიერ მასალასაც. სამცხე ჯავახეთის სალოტბარო სკოლების მოსწავლეებს ძალიან გაუმართლად, რადგან მათ გვერდით არის ვიქტორია სამსონაძე, რომელიც თვითონ მოიძიებს, იკვლევს, აღადგენს, ასრულებს და გადასცემს მომავალ თაობას.